მოგესალმებით. თუ არ ვცდები, სულ უფრო იშვიათად ისმის ორი ფრაზა, რომლებსაც ადრე ხშირად გაიგონებდით. საქართველოს რუსეთი არ არის და საქართველოს ბელარუსი არ არის. ეს ფრაზები გულისხმობს, რომ ჩვენ ქართველებს უფრო მეტად გვიყვარს თავისუფლება და უკეთ გამოგვდის თავისუფლებისთვის ბრძოლა, ვიდრე რუსებს და ბელარუსებს. რატომ აღარ ისმის ეს ფრაზები? ამასთან დაკავშირებით ალბათ ყველას დაახლოებით ერთი აზრი გვაქვს, მაგრამ მე მინდა რომ მაინც ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ ამასთან დაკავშირებით და ამიტომ მინდა რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ერთმანეთის მიყოლებით მიღებულ აი რეპრესიულ კანონებს ორი სხვადასხვა მიმართულება მოუძებნო. ერთი მიმართულება, ანუ ერთი ნაწილი კანონების ზღუდავს ადამიანს სხეულებრივად. მაგალითად, გრძალავს ტროტუარზე დგომას, გრძალავს პირბადეს, პირბადის ტარებას, გრძალავს გზის გადაკეტვას და ასე შემდეგ. და კანონების მეორე ნაწილი ზღუდავს გამოხატვას, ზღუდავს ნებისმიერ პოლიტიკურ გამოხატვას ადამიანების მხრიდან, მოქალაქეების მხრიდან და ამას სულ უფრო და უფრო უხეში ფორმით აკეთებს. შეზღუდვების საბოლოო მიზანი ის არის, რომ ადამიანები ფიზიკურად პროტესტზე არ გამოვიდნენ და არც რამე ისეთი თქვან, რაც ხელისუფლების აზრით მას დააზარალებს. და აი ამ მეორე ნაწილისთვის, რომ ხელისუფლება არ დაზარალდეს, თავიდანვე ერთი გეგმა იყო ჩემი აზრით დასახული, რომ აქტიურ მოქალაქეს არ უნდა ქონდეს შემოსავალი, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. ადრე, როდესაც რუსული კანონი შემოიტანეს, ეს შემოსავალი ეხებოდა უცხოეთიდან წამოსულ თანხებს და ახლა უკვე აი ახალი შესწორებების მიხედვით, რომელიც ჯერ მიღებული არ არის და განიხილავენ ამ კვირაში, აღარ აქვს მნიშვნელობა ეს თანხა უცხოეთიდან იქნება თუ საქართველოდან ეს ორგანიზაციისგან იქნება თუ ვთქვათ რომელიმე კერძო პირისგან. სხვათა შორის რა გზას უტოვებს, რა გამოდის ხელისუფლება მოქალაქეს უტოვებს ორ არჩევანს, რომ ან დაჯდეს სახლში და პრივატულად იცხოვროს, მოკვდეს როგორც მოქალაქე და ან საერთოდ წავიდეს ამ ქვეყნიდან და უცხოეთში გადაცხოვრდეს. და ეს არის ზუსტად ის მოდელი, რომელსაც 2022 წლიდან დღემდე რუსეთი ძალიან წარმატებით ნერგავს თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ. შეზღუდვები და ცხოვრების ხარისხის ამა თუ იმ ფორმით გაუარესება 2022 წლიდან საქართველოს ბევრ მოქალაქესაც შეეხოდა. დღეს ბუნებრივად მიჩნდება პირადად მე და ალბათ რა თქმა უნდა არა მხოლოდ მე კითხვა, რატომ არ არის პროტესტი იმ მასშტაბის, რაც თითქოს წინასწარ იყო ნაგულისხმები, როცა განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში ხშირად გვესმოდა და შეიძლება ჩვენც ვიმეორებდით ამ ფრაზებს, რომ საქართველოს რუსეთი არ არის, საქართველოს ბელარუსი არ არის. რატომ ყავს ხელისუფლებას საკმარისად ბევრი მხარდამჭერი იმისთვის, რომ ეს რეპრესიული კანონები მიიღოს, პროტესტი მოახრჩოს ნელ-ნელა და ასე მოიქცეს, თანაც ისე, რომ არ დაფიქრდეს მისთვის რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ პოლიტიკამ. დაფიქრებთ ალბათ ფიქრობენ, მაგრამ ეს მათ არ ზღუდავს შემდეგ უფრო და უფრო რეპრესიულ ქმედებებში. სანამ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდები, მინდა შეგახსენოთ, გითხრათ ჯემალ ქარჩხაძის ინტერვიუდან ერთი ციტატა. ეს ინტერვიუ ბატონმა ჯემალმა პირადად მე მომცა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე და სანამ ციტატას წაგიკითხავთ, ისიც მინდა გითხრათ, რომ ტურბულენტურ 90-იანებში თუ რომელიმე მწერლის წინასწარმეტყველება განხორციელებულა ამხდარა და თანაც ფაქტობრივად 100%-ით ეს სწორედ ბატონი ჯემალ ქარჩხაძე არის და ახლა წაგიკითხავთ ციტატას მისი ინტერვიუდან. კომუნისტური სისტემა ძალადობის სამ ვეშაპზე იდგა. ესენია ფანატიზმი პლუს ძალადობა, ფარისევლობა პლუს ძალადობა და სუფთა ძალადობა. როცა სისტემა დაიშალა, ეს ბეჭედი ჩვენს ფსიქიკაში ისე ღრმად აღმოჩნდა ამოტვიფრული, რომ რეალიზაციის გარეშე
მისგან თავის დაღწევა შეუძლებელი შეიქნა. მართლაც ერთი ეტაპი ფანატიზმი პლუს ძალადობა უკვე გავიარეთ, დღეს მეორე ეტაპი გვიდგას ფარისევლობა პლუს ძალადობა და ძნელია თქმა, მაგრამ მე მოველი რომ სუფთა ძალადობის ეტაპიც დიდი იმედი მაქვს რომ ხანმოკლე დაგვიდგება. აქ ციტატა თავდება. როდესაც ჯემალ ქარჩხაძე დამოუკიდებელ საქართველოში ძალადობის პირველ ორ ეტაპზე ლაპარაკობდა, გულისხმობდა ზვიადგამსახურდიას და ედვარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდს. და თავიდან როცა ბატონი ჯემალის ეს მოსაზრება მოვისმინე, იმდენად შთამბეჭდავი იყო ჩემთვის, რომ არასდროს აღარ დამვიწყებია ეს ერთგვარი წინასწარმეტყველება და ზოგჯერ მიფიქრია კიდეც, რომ აი ხომ არ დადგა სუფთა ძალადობის ის ეტაპი, რომელზეც ბატონი ჯემალი ლაპარაკობდა. და ახლა, რა თქმა უნდა, ეჭვი არ მეპარება, რომ სწორედ აი ამ უმძიმეს ეტაპს გავდივართ და მეც დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ეტაპი დიდხანს არ გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ საქართველო გავა მზიან ველზე, როგორც ბატონი ჯემალი ვარაუდობდა. ვისაც საბჭოთა საქართველოს ტოტალიტარულ სისტემაში უცხოვრია, ის საკუთარ მაგალითზე ხედავს განსხვავებას ტოტალიტარულ და ავტორიტარულ სისტემებს შორის, რაც ძალიან კარგად არის პოლიტიკის თეორიაში აღწერილი. რას გულისხმობ? ტოტალიტარული სისტემა ადამიანებს აიძულებდა, რომ მაქსიმალურად ყოფილიყვნენ პოლიტიკაში ჩართულები. ბავშვები ხდებოდნენ ოქტომბრელები, შემდეგ ხდებოდნენ პიონერები, შემდეგ კომკავშირელები და ბოლოს კომუნისტური პარტიის წევრები. და პარტიის წევრობის გარეშე რაიმე კარიერაზე ოცნება და სურვილი წარმოდგენა იყო ზედმეტი. მაგრამ აი ამ კომპარტიის წევრობა, ისე როგორც წინასაფეხურები, კომკავშირობა და ასე შემდეგ, გულისხმობდა ერთგულებას აი კომუნისტური იდეის მიმართ, ეს თავის ვალდებულებები ახდა, ესე იგი ამ წევრობას, მაგრამ იმის მიხედვით, როგორც ნელ-ნელა ხდებოდა გაკოტრება ამ კომუნიზმის იდეის, ხო? აი ეს ეტაპები ძალადობის იცვლებოდა, რაზეც ბატონი ჯემალი ლაპარაკობდა. ეხლა მინდა ვთქვა ავტორიტარულ სისტემაზე. ავტორიტარული სისტემა პირიქით ადამიანებს მაქსიმალურად თიშავს პოლიტიკისგან, აიძულებს მათ, რომ როგორც თქვი, ან ქვეყნიდან წავიდნენ, ან თავის ოჯახში გამოიკეტონ და სამოქალაქო თუ პოლიტიკურ აქტივობაზე საერთოდ უარი თქვან. და კონკრეტულად ჩვენს რეალობაში ეს ნიშნავს, რომ ვინ იქნება პოლიტიკაში, ვინ არ იქნება, ვინ მიიღებს გრანტებს, ვინ არ მიიღებს, ვინ ილაპარაკებს საჯარო სივრცეში, ვინ არ ილაპარაკებს, ეს უნდა გადაწყვეტოს ქართულმა ოცნებამ. და რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი ბუნებრივად ფიქრობს, რომ მთელი ეს ამბავი აი ავტორიტარული სისტემის მხრიდან ძალადობა და მისი წნეხი პირადად მას და მის ოჯახს არ ეხება, მაგრამ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ კი ავტორიტარული სისტემა გამტკიცდა, შემდეგ ის მას აქ მიდრეკილება, რომ გადაიქცეს ტოტალიტარულ სისტემა და აი ის უკვე ყველას ჩაითრევს აბსოლუტურად. და ამიტომ გვეხება დღეს ეს ამბები თუ არ გვეხება, მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ მივდივართ იქით, სადაც თითოეული ჩვენგანი აღმოჩნდება ჩათრეული აი ამ პარტიულ პოლიტიკაში. რატომ უყურებს საქართველოს მოსახლეობა მდუმარედ და შეიძლება გულგრილადაც საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების მოხრჩობის იმ პროცესს, რომელიც ახლა ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს. კარგი თქვათ, ფიქრობენ, რომ დღეს მათ ეს არ ეხებათ, მაგრამ აი რანაირად შეიძლება მოსწონდეთ ის, რაც გარეთ ხდება, ხო? ეს არის რთული კითხვა. რატომ არიან მდუმარე ადამიანები და მას აქვს კომპლექსური პასუხი და ზოგიერთ ფაქტორზე წინა გადაცემებში ვილაპარაკე და დღეს მინდა რომ კიდე ერთ ფაქტორზე ვილაპარაკო, რომელსაც შემდეგ გადაცემაშიც გავაგრძელებ. თავარ წინადადებას ვიტყვი იმისთვის, რომ ბევრმა ადამიანმა დაუჭიროს მხარი რეპრესიულ რეჟიმს, ავტორიტარულ სისტემას, ამისთვის ერთ-ერთი უმთავრესი საწვავი არის პროპაგანდა. მე მესმის, რომ ამ სიტყვამ ყველას თავი მოგვაბეზრა, არავის არ უნდა, რომ საკუთარი თავი გაიაზროს პროპაგანდის მსხვერპლად, მაგრამ თითოეული ჩვენგანი იტყვის, რომ იცნობს ვიღაცას,
ან სმენია ვიღაცის შესახებ, ან ტელევიზორში უნახავს ვიღაც, ვინც არის ან სახელისუფლო და ან ოპოზიციური პროპაგანდის მსხვერპლი და არავინ არ უარყოფს, რომ თვითონ არ არის მსხვერპლი, მაგრამ სხვები არიან მსხვერპლები. იმისთვის, რასაც ახლა და მომავალში ვიტყვი პროპაგანდის შესახებ და როგორც შევეცდები ავხსნა რა სჭირს დღეს საქართველოს, მინდა წინასწარ უთხრა მადლობა ერთ ადამიანს, ეს არის ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის დოქტორი, ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის დამფუძნებელი ბატონი გიგა მამინაშვილი. რატომ მინდა მას უთხრა მადლობა და მე არ მინახავს, რომ მასზე უკეთ ვინმეს აეხსნას, როგორ მოქმედებს პროპაგანდა. რა თქმა უნდა, მე მხოლოდ იმას გიამბობთ, რაც და როგორც პირადად მე არაპროფესიონალმა გავიგე. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ პროპაგანდის არსი ეს არის ენის გამოყენება სინამდვილის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ მთავარ წინადადებას, პროპაგანდა არის ენის გამოყენება სინამდვილის წინააღმდეგ. როგორ მუშაობს ეს მექანიზმი? პროპაგანდა თავისი ენით ახდენს ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი, უმნიშვნელოვანესი უნარის რეალობის შემოწმების უნარის ანესთეზიას და გნებავთ დაბლოკვას. პირდაპირ მაგალითით მინდა დავიწყო. რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საჯაროდ ასეთი რამ თქვა, ციტატა: რუსეთი, ნუ კაი გავიგეთ. ამასობაში ჩელაბინსკი აშენდა, იმდენი ეძახეს ამ ჩელაბინსკს და ევროპას კიდე რაც ემართება, ამას ყველა ხედავს. ციტატის დასასრული. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ნამდვილად არის ხალხი, რომელიც ამ ფრაზას უკრიტიკოდ მიიღებს და წარმოიდგენს, რომ ჩელაბინსკში ცხოვრება, ევროპაში ცხოვრება ჯობია რაღაც კუთხით მაინც. ასეთი ხალხის არსებობის რომ არ სჯეროდეს და რომ არ იყოს დარწმუნებული, რომ ესეთი ხალხი არსებობს, რა თქმა უნდა, ბატონი პაპუაშვილი ამ ფრაზას არ იტყოდა. ახლა აღარ დავიწყებ იმის განმარტებას, როგორი არის ევროპა, რატომ მილტვიან ქართველები სამუშაოდაც, სასწავლადაც, გასართობათაც, საცხოვრებლადაც ევროპაში, სამკურნალოდ, რაც მთავარია. და როდესაც ვგულისხმობ, რომ ქართველები მილტვიან ევროპისკენ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვგულისხმობ წინა ხელისუფლების და ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს და ზოგადად ხელისუფლებაში ახლა მყოფ ადამიანებსაც და ადრემყოფებსაც, იმიტომ რომ მათ აქვთ მეტი საშუალება, რომ ევროპაში იარონ, იმკურნალონ, ისეირნონ და ასე შემდეგ. არადა თურმე ყველა ვხედავთ რა ემართება ევროპას. მაგრამ რა ემართება ევროპას? ვისაც ეს კითხვა არ გაუჩნდა, მათთვის ორ სიტყვას ვიტყვი იმის შესახებ, თუ რა ემართება ჩელაბინსკს. ეს არის ქალაქი ურალში, განვითარებული მეტალურგიული წარმოებით. ასეთი იყო ის მეორე მსოფლიო ომის დროს და ახლაც დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სწორედ იმ ომის პირობებში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. თუმცა ეს არის მეტალურგიული ქალაქი მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობით და როგორც რუსულენოვან ვიკიპედიაში ვკითხულობთ, ატმოსფეროს დაბინძურების გამო ჩელაბინსკს უწოდებენ საცხოვრებლად არასასურველს და ყველაზე მძაფრსუნიან ქალაქს რუსეთში. ამავე დროს იმასაც ვიტყვი, რომ ოფიციალური მონაცემებით ჩელაბინსკი რუსეთის ყველაზე კრიმინალურ 10 ქალაქს შორის თავის საპატიო ადგილს იკავებს. ახლა ხო ვთქვი რამდენიმე წინადადება ჩელაბინსკის შესახებ. ფიქრობ, რომ საღი აზრი კითხვის დასმას მაინც გულისხმობს, ჩელაბინსკში უკეთესი ცხოვრებაა თუ თქვათ რომში ან პარიზში. პროპაგანდა სწორედ იმას ახერხებს, რომ რეალობის შემოწმების უნარს აკარგვინებს ადამიანს. ამ მექანიზმის აღწერას ვერ გავბედა, როგორ ახერხებს ამას პროპაგანდა, იმიტომ რომ რთული ფსიქოლოგიური მექანიზმი არაცნობიერს უკავშირდება. მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ პროპაგანდის ძალით ნამდვილად არაერთი ადამიანი მოუძებნის ახსნას, რომ დიახაც დღეს ევროპა ინგრევა და ჩელაბინსკი შენდება. პროპაგანდა სწორედ მათ მიმართავს, ვის გონებაშიც უკვე გათიშული აქვს ჯანსაღი აზრი, მათთვის აგებს განსაკუთრებულ ლოგიკას, რომელიც მოიცავს სიმართლესაც და ტყუილსაც, მაგრამ თვითონ ეს ლოგიკა, როგორ არის ფაქტები და მოვლენები ერთმანეთზე გადაბმული, არის არასწორი
მახინჯი, არაჯანსაღი. შეიძლება ითქვას უკუღმართი. დიახ, რატომ ამბობ ამას ავხსნი ახლა. ბევრი სპეციალისტი ნამდვილად ამბობს, რომ ევროპის ქვეყნები 10 წლეულების განმავლობაში აშენებდნენ კეთილდღეობის სახელმწიფოებს და რადგან მათ თავდაცვას ამერიკა უზრუნველყოფდა, ეხლა დღეს აღმოჩნდა, რომ ევროპის ქვეყნების თავდაცვის უნარიანობა არ არის იმდენად ძლიერი, რამდენიც საჭირო არის ეხლა თანამედროვე პირობებში, თანამედროვე გამოწვევებთან მძლავრად და მტკიცედ გასამკლავებლად. და ეს არის სიმართლე. ეს არის სიმართლე. და როცა შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ყველა ხედავს ევროპას რაც ემართებაო, მას გულისხმობს, რომ მართლაც ყველას მოусმენია, რომ რაღაცაში ევროპა აღმოჩნდა სუსტი, მაგრამ რაში აღმოჩნდა? იმაში, რომ მისი შეიარაღება არის თავდაცვითი ხასიათის, იმიტომ რომ ესე ჭირდებოდა ამერიკას და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკა ძალიან მკაცრად აკონტროლებდა რა შინაარსის შეიარაღება ჰქონდა ევროპას, იმისთვის რომ ევროპას არ ქონოდა საშუალება, რომ თვითონ მოეწყო სადმე დედამიწის რომელიმე კუთხეში ესკალაცია იმაზე მეტი, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს სჭირდებოდა. და აი ამიტომ აკონტროლებდა ევროპის სამხედრო პოტენციალს და ამ პოტენციალის შინაარსს. მაგრამ სამხედრო ხარჯების შემცირების პარალელურად ევროკავშირის მოქალაქეების კეთილდღეობა იზრდებოდა და დღეს მეტს არაფერს არ ვიტყვი, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები საშუალოდ 10 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ვიდრე მაგალითად საქართველოს მოქალაქეები. და ევროპასთან რა მოსატანი არის ჩელიაბინსკი, რომელიც არის კრიმინალით სავსე ქალაქი და რომლის ატმოსფეროც ისე არის დაბინძურებული, რომ არავის არ ურჩევენ საერთოდ ამ ქალაქში ცხოვრებას. პროპაგანდის მექანიზმებზე საუბარს შემდეგ გადაცემაში გავაგრძელებ. გპირდებით, რომ ეს იქნება საინტერესო და სასარგებლო იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ პროპაგანდის მსახვრალი ხელი პირადად მას არ შეხებია. ანონსისთვის გეტყვით, რომ როდესაც პროპაგანდის მსხვერპლს საღი აზრის პოზიციიდან რაღაც ელემენტარულს უხსნი, არგუმენტებით, ფაქტებით ელაპარაკები, იმდენად ყრუკედელს აწყდები, რომ ბოლოს დიდი ალბათობით ნერვები გიღალატებს და რაღაცას ისეთ სიტყვი უხეშად, რომ მერე შენი თავი შენ თვითონ არ მოგწონს. და პროპაგანდის მსხვერპლი კი ამ დროს გეტყვის, ან თუ ძალიან ძდილობიანი აუცილებლად გულში იფიქრებს, აი ხო ამბობდიო, რომ ეს ადამიანი თლა დალაგებული არ არისო. აქეთ დაგვდებს ბრალს, ასე ვთქვათ, იმაში, რომ ჩვენ არ გვესმის არაფერი. გეცნობათ ეს სიტუაცია? პირადად მე მქონია მსგავსი შემთხვევა, როდესაც აბსურდის წინააღმდეგ ვერაფერს აწყობ, მე გამოდიხარ წყობიდან, შენი თავი ძალიან არ მოგწონს, მაგრამ ბოდიშის მოხდაც არ გინდა, იმდენად გაგიჟებს მეორე მხარის პიტალო პოზიცია. მაგრამ პროპაგანდის მექანიზმებზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ. იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვი, ავტორიტარული რეჟიმების მთავარი საწვავი არის პროპაგანდა. და მე ვერ დაგპირდებით, რომ ვიცი ხა მე რამე რეცეპტი როგორ უნდა გავუკლდეთ პროპაგანდას, ეს არ ვიცი, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩვენ ვართ ხა საზოგადოებრივი ცხოვრების რთულ ფაზაში. პოლიტიკურ ცხოვრებაზე არაფერს აღარ ვიტყვი, ეს ყველამ ვიცით, რომ ძალიან რთულ ფაზაში ვართ, მაგრამ საზოგადოებრივი ცხოვრების რთულ ფაზაშიც ვართ. და აი ეს კი მინდა ერთად გავაცნობიეროთ, რამდენად კიდევ მეტი სირთულე გველოდება წინ, თუ ეს ფაზა დიდხანს გაგრძელდება. ახლა ერთი კვირი დაგემშვიდობებით და ტრადიციულად გიტოვებთ თხოვნას, რომ გამოიწეროთ ჩვენი, ანუ ზღარბის არხი და თუ არ დაიზარებთ, აქვე გადაცემის კომენტარების ველში მინდა მომწეროთ თქვენი გამოცდილების შესახებ პროპაგანდასთან ურთიერთობის კუთხით, ან პროპაგანდის წყალებში მოქცეულ ადამიანებთან ურთიერთობის კუთხით. ახლა დაგემშვიდობებით და დიდი მადლობა, რომ ჩემთან ერთად ხართ.